ძვირფასო რადიო მსმენელებო, ფანტასტიკური ექიმი გვყავს სუზი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოусმინოთ ისეთი თემატური და სეზონური და არა მხოლოდ თემატური და სეზონური, ზოგადად ძალიან საჭირო რჩევები აქვს ჩვენთვის და სიურპრიზი, რომელიც მისმა ახალმა ესთეტიკურმა ცენტრმა გამოგგზავნა. კიდევ ერთხელ გითხარით სუზი, რა სიურპრიზს უმზადებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დღეს? ესთეტიკური ცენტრი Family Lux-ი დავაზობს, ვინც გააზიარებს ჩვენ live-ს და დააკომენტარებს ყველაზე კრეატიული კომენტარის ფლობელს ჩუქნის SMAS lifting-ის პროცედურას. ასე რომ მიაქტიურეთ და ნახალ წელს გელოდებით Family Lux-ში. ძალიან დიდი მადლობა. დავამატებ, რომ ეს არის რაღაცა პრემიუმ პროცედურა და არის 500 ლარიანი პროცედურა და სხვათა შორის, როგორც სუზი ექიმმა გითხრა, ამ პროცედურას არ აქვს დათვლილი რაღაცა რაოდენობა ვიზიტის, რამდენი ვიზიტიც დაგჭირდებათ, იმდან ვიზიტს გჩუქნით და ეს ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარია და მართლა ძალიან გჭირდება ეხა ერთმანეთის გახარება ჩემი აზრით. თუმცა შენთვის ახლა შენი კომპანიისგან ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. შენთვის სიურპრიზების გაკეთება ახალი არ არის. ვიცი რომ ძალიან გიყვარს ქალბატონების გახარება. განსაკუთრებით იმ ქალბატონების, ვისაც შენ შეხედავ და შენი პროფესიონალური თვალით ხვდები რომ კოსმეტოლოგის ხელის შევლება და მოფერება, ზრუნვა და მოვლა აკლია, ასეთ ადამიანებზე განსაკუთრებით ხშირად სრულავ და ეხლა საახალწლო პერიოდი მოდის და ჯადოსნური დღეებია, საშობაო საახალწლო დღეები და თუ გააქტიურდება შენი ეს ნაწილი, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს და თუ ეძებ ისეთ ქალბატონს და თუ ეს ექსპრომტად ხდება, როგორ ხდება სუზი, შენ არსად არ ლაპარაკობ ამის შესახებ, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებ და ესე შეგიძლია გახარება ქალბატონების და აი უცებ მოდიხარ ქუჩაში და შეიძლება დაინახო ქალბატონი და თქვა რომ ეხა უნდა წავიყვანო და გავუკეთო პროცედურა. ეგეთიც ყოფილა ეს ქუჩაში, როცა რაღაცა ძალიან ეს თვალებში ჩამქრალი თვალებით რომ მოდის ქალბატონი და ეს შემიძლია რომ გავახარო, მივიდე და უთხრა რომ ბოლოს როდის იყო კოსმეტოლოგთან, როცა მეუბნება რომ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არც დასაწყისში ხო? რა თქმა უნდა, ის აუცილებლად იქნება ჩემთან ვიზიტზე ჩაწერილი. ხშირ შემთხვევაში არ საუბრობ ხოლმე ამ თემებზე, ალბათ სიკეთე უნდა აკეთოთ შუმად, მაგრამ ხანდახან მქონია ესეთი სურვილი რომ დამედო მსგავსი რაღაცა, სხვებმა რომ მომბაცონ და სხვებმაც რომ გააკეთონ, მაგრამ საზოგადოება ცოტა ესეთი მკაცრე, ასე ვიტყოდი, აქეთ ასეთი კუთხით და შეიძლება პირიქით PR-ში ჩათვალონ ეს და ამიტომ რაღაცა ეს არ გავაკეთე. იცი რა არის, მაინც ყველაფერს აქვს ხოლმე ორი მხარე და ყოველთვის ყავს ადამიანები, რომელიც რაც არ უნდა გააკეთო, მაინც მოგიძებნიან გასაკრიტიკებელს. შესაბამისად, მაგალითი რო ვიყოთ სხვისთვის და რაღაცნაირად სიკეთე მართლა შენი თქმის არ იყოს, გადავდოთ, მაინც უნდა გავრისკოთ და ვთქვათ რაღაცები, რაც კარგია, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვასაც გადაედოს ეს მუხტი და мотиваცია და სხვამაც გააკეთოს ეს ყველაფერი. სუზი, ჩვენი სოციალური ქსელები, თქვენი სოციალური ქსელები მითხარით, შეიძლება თქვენი პოვნა, თქვენი ნამუშევრების ნახვა, თქვენი იგივე კლინიკის ნახვა, ეს დეტალები რო გითხრათ, სოციალური ქსელები როგორ არის და როგორ იძებნებით? ჩემი პირადი გვერდი სუზი ექიმი კოსმეტოლოგი, როგორც Instagram გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე. Family Lux Aesthetic ცენტრი იქნება ჩვენი ცენტრის სახელი და ასევე შეგვიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე და ჩაიწეროთ ყველაფერი მითითებულია იქ. ასევე ჩემს ოთხგზელებში შეგეძლიათ ესეც ცოტა სხვა განხრითაც ვარ როგორც ფსიქოლოგი, ხშირად მომართავენ ხოლმე ჩემი გამომწერები, პაციენტები და ხშირად საუბრობთ ოთხგზელში ჩემთან შეგეძლიათ იხილოთ ესეთი სტატუსები ფსიქოლოგიურ თემაზე და ამასთან დაკავშირებით ყოფილა ისეთი ჩაწერილ ადამიანი პროცედურას და შემდეგ პროცედურა არ ჩატარებულა, უბრალოდ ჩემთან სასაუბროთ იყო მოსული. ესეთი რაღაცები ხართ, ესეთი რაღაცები რაგვარი ხართ, კიდევ ერთხელ შემახსენეთ რა მრავალმხრივ სუზი ბიგვა. უი, ბიგვა ხართ. ესაგებია ხა. მასლა თავსვა ხაზი ხო იცით ისე ვერ გაგიშვებდით. სუზი, კარგია რომ მართლა როდესაც საუბრობთ, აი სიმშვიდე და ის თქვენი თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი ნამდვილად მოდის და ნამდვილად გადამდებია და ნამდვილად გიჩნდება ადამიანის სურვილი რომ მიანდო საკუთარი სხეული და სახე ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალ ადამიანს. კიდევ რაღაცნაირად ესე შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ზამთრის
პროცედურები მე ეხა პილინგი ახსენე და ბიორევიტალიზაცია რომელიც ატენიანებს და ამზადებს კანს და მზის სხივები ნაკლებად არის ახლა და უფრო კარგად გვინარჩუნდება ეს ყველაფერი იგივე ფილერი იგივე ბოტოქსი აი ზამთარში თუ აქ რამე შეზღუდვები და თუნდაც აი ეს თქვენი რაღაცა ინოვაციური აპარატი აი ამასაც თუ აქ სეზონი ესეც მაინტერესებს არა არც ფილერს არც ბოტოქს არა აქ არანაირი შეზღუდვა და არც მასლიფტინგის პროცედურა შეგვიძლია მასლიფტინგს რაც შეეხება მარტო სახეზე კი რა ნებისმიერ ზონაზე კეთება სადაც ჩვენ გვჭირდება ამის ჩარევა შესაბამისად შეგვიძლია ჩვეულებრივად ზამთარში უბრალოდ პერიოდი ანუ უნდა დავიცვათ რაღაცა ინტერვალი მაგალითად ჩვენ თუ გავიკეთეთ პილინგის პროცედურა ცოტა დაველოდებით როცა გაივლის ეს რეაბილიტაციის პროცესი შემდეგ შეგვიძლია ჩავიტაროთ ან ფილერი ან ბოტოქსის ჩარევა და ასე შემდეგ თუნდაც მეზოთერაპია ან დრედლიფტინგი ანუ ძაფებით ჩარევა და ასე შემდეგ ეს უბრალოდ ჯერ კანს მოვამზადებს შესაბამისად უკვე დამატებით პროცედურებს ჩავატარებთ. ანუ ამას სეზონი არც ერთ ინექციასაც არ ამ შემთხვევაში არა. სასურველია პირიქით ზამთარში შემოდგომაში გავაკეთეთ ვიდრე ზაფხულში თუ ჩვენ ვაპრებთ გარუჯვას, რა თქმა უნდა არ არის სასურველი ეს პროცედურა, ნუ მალევე გაიწოვება. ამიტომ ჯობია შემოდგომა ზამთარი გაზაფხულზე და ეს ზამთარში უკვე მომზადებული შეხვდეთ და ზამთარში ცოტა თავი შევიკავოთ. უბრალოდ შეგვიძლია ბიორევიტალიზაციის პროცედურით შემოვიფარგლოთ ზაფხულში. დატენიანება რაღაც აშრობს ეს მზე ჩვენ კას და სხივები და ასე შემდეგ, ამიტომ ჯობია რომ ყველა პროცედურა გავაკეთოთ აი ზაფხულამდე. სუზი მე მგონი შენს ყველა პროფილს შევეხეთ და მე არ გამომრჩენია, როდესაც შენ თქვი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, როდესაც თქვი რომ სახის მოვლა და სახის მოვლის ეს საცხები, ასე ვთქვათ, უნდა იყოს სწორად შერჩეული და აი მოუხდა ჩემს მეგობარს დედას თუ დაქალს, ამით არ უნდა ვარჩევდეთ. აი არასოდეს გამიგია ეგეთი რაღაც, აი როგორ უნდა მივხვდეთ რა არის სწორი ჩვენი კანისთვის და ჩვენი კანის ტიპისთვის, ანუ მე თუ მშრალი კანის ტიპი მაქვს, ეს კი შენ ამბებ რომ შეიძლება მშრალი კანის ტიპის რაღაცა კონკრეტული საცხით შეიძლება არ მომიხდეს, ხო? და მე შეიძლება აი როგორ ხდება თუ შეიძლება რომ აი ამის დასადგენად მოგმართონ, მოვიდნენ კანის ტიპის გასარკვევად, რომელიც საცხი უხდება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის და მე მგონი გარანტია არის იმის, რომ მე კარგად გამოვიყურებოდეთ და ყველა პროცედურა შემინარჩუნოთ, რასაც თქვენ ატარებთ, ხო? აი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ ხდება? აი მე მაგალითად პირველად გავიგეკით რაღაცა და წარმოდგენა არ მაქვს ახლა უკვე, როცა მოგისმინეთ, სწორად ვიყენებ თუ არ ვიყენებ სწორად ჩემს ასე ვთქვათ მოვლის რუტინის საშუალებებს. რა თქმა უნდა, ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ანუ კანის ტიპს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სხვადასხვა ტექსტურა, შემადგენლობა სხვადასხვა, მაგალითად თუ მშრალი კანისთვის სტრუქტურა არის უფრო მსუყე და ცხიმიანი კანის შემთხვევაში ჩვენ უფრო გვინდა დგილის ტექსტურა და უფრო მსუბუქი და პირიქით თუ გამოვიღეთ ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ ახლა მსუყე ტექსტურის ცხიმიან კანს რო წაუსვათ ამ ხელას რო თავადებ შესაბამისად არ შეიწოვება. მესმის ხო? ანუ უფრო ზიანს ვაყენებთ. არის გაუწყალოვანების ფაქტორი. ახლა ზოგადად ხშირად გონიათ რომ ცხიმიანი კანს არ სჭირდება დატენიანება. ეს არის მიფი, ანუ აბსურდია. ცხიმიან კანსაც გააჩნია, ცხიმიანი კანი შესაძლებელია იყოს გაუწყლოვანებული. და რა ხდება ამ დროს? ცხიმიანი კანი არის მიჩვეული, სულ სველი ეფექტი აქვს. ანუ სებორეგულაცია რო დავარეგულირებთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება აუცილებლად გარდა იმის პროცედურებსაც ჩვენ რო ვარეგულირებთ ამ სებორეგულაციას ეს არის გენეტიკური ფაქტორი და მარტო დავიბანოთ და მოვიშორეთ ან ბოლომდე მაინც ვერ გავუმკლავდებით ამ პროცესს, მაგრამ შეგვიძლია რომ გავამსუბუქოთ მოვის საშუალებით გავამსუბუქოთ. ანუ რა ხდება ამ დროს ორგანიზმი ანუ იმპულსი ხდის მიდის ტვინში რომ გაუწყლოვანებულია და იწყებს უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას შესაბამისად უფრო მეტი ცხიმი ანუ აზიანებს ჩვენ კანს შესაბამისად იწყება აკნე და ასე შემდეგ სხვა პრობლემები. უფრო გართულებებისკენ მივდივართ, ამიტომ სწორად უნდა შევარჩიოთ ეს თუ ის საცხი იმისთვის რომ მივიღოთ სწორი შედეგი. აი ამ კუთხით რჩევები თუ გაქვთ თქვენ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან საინტერესო არის. კანის ტიპებს განვიხილავ აუცილებლად რა კანს, რა კრემი მოხდება, თავის შემადგენლობით მეწერია ყველაფერი. ანუ როცა ჩვენ ვიცენთ რაღაცა საცხს აფიაქში იქნება თუ რაღაცა რა უნდა ეწეროს იქ იმისთვის რომ გამოიყენოს კონკრეტულად ეს ან ის. ну რა თქმა უნდა იქ ფარმაცევტები მუშაობენ თვითონაც ურჩევენ, მაგრამ როცა მოდიან კონსულტაციაზე ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ აი ეს კანის ტიპის დადგენით და შემდეგ უკვე
სხვა პროცედურებზე გავდივართ. სუზი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მოსმენა არასოდეს წყინდება, დარწმუნებული ვარ ჩვენს მსმენელსაც დამრჩა კიდე ძალიან ბევრი შეკითხვა, ამიტომ სუსტად ვიცი რომ ჩვენთან აუცილებლად კიდევ ერთხელ მოხვათ, თქვენი სიახლეები, თქვენ არჩერდებით, სულ გაქვთ ინოვაციების სიახლეები, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ჩვენთან კიდევ გელოდებით, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, მე აქვე დაგემშვიდობებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობას და წარმატებულ კვირას გისურვებთ. მადლობა.